გამარჯობა, ეზურაბ ღამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. საკრავის ხმაზე ტარიც მოქმედებს. რა თქმა უნდა, ვერ მივხვდებით რა ხისტარი აქვს ამა თუ იმ ფანდურს, მაგრამ იგივე მოსაზრებით, რა მოსაზრებითაც თქვენ ფანდურს წიფლის ზურგს გავუკეთებ ხოლმე. ამავე მოსაზრებით თქვენ ფანდურზე უფრო მაგარ წიფელს ვარჩევ, მაგარ წიფელს ვიღებ. მომძახნელ ფანდურზე კი უფრო შედარებით რბილს, რომ თავთავის ხარეს აიყვანოს, ასე ვთქვათ, საკრავის ხმა. მარტივად რომ ვთქვათ, რბილი ხე ბგერას არბილებს, მაგარი ხე კი უფრო გამოკვეთილ ბგერებს გვაძლევს. ტარისთვის წიფელს ვიყენებ, მურყანს ვიყენებ, კოპიტიც გავაკეთე, არყის ტარიც გავაკეთე. მივამსგავსე არყს, ფოტოებით რომ ნახე, ხე რაღაც ვიშოვე ისე, არც ვიცოდი რა ხეა და ფოტოებით რომ შევადარე ხებს, არყს მივამსგავსე და ვამბობ რომ არყი არის. ასევე შეიძლება კაკალი გაკეთდეს, კაკლის ტარი ალბათ ერთ-ერთ პირველ ფანდურს გავუკეთე, ფანდურების გათლა რომ დავიწყე. მინახავს პავლონიის ტარი, კოპიტის ტარიც გავაკეთე, კოპიტის ტარით ერთი ფანდური. ორკესტრში ჭურვილზე უკრავდი და იმ ჭურვილს თუთის ტარი გავუკეთე. ანუ ბევრი მასალა შეგვიძლია ზოგადად საკრავის ტარისთვის გამოვიყენოთ. ტარი ორ ნაწილად იყოფა. არის ყელი და თავი. ყელი მუცელიდან სათავემდეა. 2018 წლის ზაფხულში შევცვალე ყუა ტარმუცლის გადამის ადგილს უწოდი, ამაზე ცალკე ვისაუბრებ. და კუთხე არის უკვე. აქ ზღვარი, რომელ ფანდურებსაც გადამრგვალებული აქვს მუცლიდან ყელზე ბლად გადადის, იქ პირობითი არის გაყოფა და ჩემ ფანდურებზე კარგად ჩანს ეს ზღვარი. ანუ მუცელი საიდანაც იწყება, შეგვიძლია ვთქვათ, რადგან ბოლო ეს არის მუცლის, აქედანვე არის ყელი სათავემდე, სათავედან უკვე თავია. ყელი რამსიგანე უნდა იყოს. ჩემი პირველი ფანდური თბილისში ივანიძის ქუჩაზე გაკეთებული ფანდური მქონდა. იმ ფანდურიდან ავიღე ყელის ზომა, სიგანე. სათავესთან 26 მმ იყო და 250 მმ-ში 32 მმ. უნდა განივრდებოდა მუცლისკენ და ასე ვაკეთებ მას შემდეგ. თუმცა შეიძლება თანაბარი სიგანის გაკეთდეს ყელი. რამოდენიმე წლის წინ, ალბათ 3-4 წლის წინ არც მახსოვს, ერთ-ერთმა მასწავლებელმა ჩემგან ფანდურები, ჩემგან როგორ მის მოსწავლეებს აქვს ჩემი ფანდურები და თხოვა რომ ზურამ ბავშვებისთვის განიერია და ეგ უნდა დაავიწროვო. კი ბატონო მეთქი და დავავიწროვე, 25 მმ-ს ვაკეთებ სათავესთან და შესაბამისად 31 მმ არის უკვე აქეთ მუცლისკენ 250 მმ-ში. 24 მმ-ს მინახავს სათავესთან ყელის სიგანე. დაახლოებით 24-26 მმ არის უკვე კარგი. ესეც რა თქმა უნდა საშუალოდ რო ავიღოთ. თუმცა უფრო პატარა ბავშვებისთვისაც შემიკვეთეს ფანდურები და მე მგონი 23 მმ გავაკეთე სიგანე. არც მახსოვს რამ სიგანე იყო. რამ სისქე უნდა იყოს ყელი. იმ ჩემ ფანდურს 23 მმ ქონდა. ყელის სისქე სათავესთან, პირველ მეორე საქცევთან. მაშინვე სქელი იყო. და დავათხელე ჩემი პირველი ფანდური რო გავთალე, იმ ფანდურის ყელი 26, უпроსტად 20 მმ გავაკეთე. მე კიდე დავათხელე სხვა ფანდურებზე, მაინც უკვე რო უკრავდი, ისევ სხვილი იყო თითქოს ის 20 მმ-ს. დავათხელე 18, 17, 16 მმ-ს. ეხლა ძირითადად 16-17 მმ-ს ვაკეთებ ყელს. თუმცა ხალხურ ფანდურებზე 18-19 მმ-ს ვაკეთებ და მე ქაბიძინაშვილმა მითხრა რომ კარგია ხალხურ ფანდურს უფრო სქელი ყელი ჯობს უქონდესო. სხვანაირად ვიღებთ აკორდებს და უფრო მოსახერხებელია სქელი ყელი ხალხური ფანდურისთვის. თუმცა არის ვისაც ხელი ყელი ურჩევნია ხალხურ ფანდურზეც. მისთვის უფრო მოსახერხებელია. ასევე სიგანეც ერთმა პიროვნებამ თხოვა რომ
ცოტა წვრილი გააკეთეო, პატარა თითები აქვს და ადვილად შემოვწვდე ყელს და ადვილად ავიღო აკორდებიო. მაგრამ მაინც ასე საშუალოდ 25 მმ რომ ავიღოთ. ეს სასწავლო ფანდურებზე, პირობითად სასწავლო ფანდურებს რომელსაც უწოდებ ეს არის ერთ-ერთი. იმ ფანდურებს ვაკეთებ 25 მმ-ს ყელის სიგანეს. მაგრამ თქვენ ფანდურს, მომძახნელ ფანდურს ისევ 26 მმ-ს ვაკეთებ, რომ უკვე დიდებისთვის არის ის და ჯობს ფართე იყოს, რომ თავისუფლად აიღებენ. ხალხურ ფანდურზეც, სასწავლო ფანდურებზეც 26 მმ-ს ვაკეთებ ყელის სიგანეს. რადგან წეგანას თქვი რომ ცოტა სხვანაირად ვიღებთ აკორდებს და უფრო მოსახერხებელია. თითქოს ის 1 მმ სათქმელად არაფერია, მაგრამ ხელი მაინც გრძნობს, გინდა სიგანა იყოს და გინდა სისქე ყელის. 1 მმ-იც სხვაობა არის. რამ სიგრძე უნდა იყოს ყელი? ყელის სიგრძე დამოკიდებულია ჟღერის სიგრძეზე, მუცელზე, ჯორაკი რა ადგილზეა და ბოლო ხიდი სად გვინდა რომ იყოს. მაგალითად, ერთ ფანდურს თუ ორ ფანდურს, თქვენ ფანდურებს ზუსტად ამ ზღვარზე გავუკეთე. ბოლო ხიდი, მაშინ 15 ხიდს ვაკეთებდი ხოლმე. ზუსტად ზღვარზე გავუკეთე. ამ ბოლოს რამოდენიმე ფანდურს დაახლოებით 2-3 მმ-ით გამოვწიე. რატომღაც ესე ჩავთვალე რომ არ იყო ლამაზი ზუსტად გადამეის ადგილზე. ახლა უცბად გამახსენდა ფანდურების გაკეთება, რომ ახალდაწყებული მქონდა ფანდურების გაკეთება და ერთ-ერთმა პიროვნებამ მითხრა, ზურა, კარგი იქნება რომ ზუსტად მუცელთან იყოს მე-12 ხიდიო. მაშინ მხოლოდ 12 ხიდს ვაკეთებდი. და მეც ვცდილობდი, ალბათ იმ პიროვნებამ იცის მეთქი და ვცდილობდი რაც შეიძლება ახლოს გამეკეთებინა მე-12 ხიდი მუცელთან. მაგრამ ასე ჯორაკი უფრო ბოლოსკენ უწევდა. იმ დროს ამდენს დაკურებული არ ვიყავი რომ ძალიან ბოლოსკენ როცა არის ჯორაკი სათანადო გერას ვერ ვიღებს. კაკო ლაშქარიშვილისგან ვიცოდი ზომები, ჟღერი რამ სიგრძე უნდა იყოს, მუცელი რამ ხელა უნდა იყოს და ესე უწევდა უფრო ბოლოსკენ ჯორაკი. შემდეგ კლასიკურ ფანდურზე შევამჩნიე რომ მე-12 ხიდი არის ზუსტად მუცელთან. პიროვნებამ რაც მითხრა რომ მუცელთან იყოს ზუსტათო და მივხვდი რომ ამიტომ მითხრა კლასიკური გიტარის მსგავსად უნდა და ალბათ რომ ყოფილიყო ფანდურიც. რატო უნდა იყოს მეთქი გიტარასავით და მე ცოტა გამოვწიე ხიდი მუცლიდან. კლასიკურ გიტარაზე გამახსენდა რომ მანამდე მე მგონი მე-10 ხიდი უწევდა მუცელთან და ტორესმა მე-12 ხიდი გააკეთა. ყელი დააგზელა ზოგადად ჟღერი დააგზელა გიტარის და ისე გააკეთა რომ მე-12 ხიდი უწევს ზუსტად მუცელთან. აკუსტიკური გიტარა მე-14 ხიდია. თავიდან აკუსტიკურ გიტარასაც მე-12 ხიდი ქონა, მაგრამ ახლა უცბად ვერ ვიხსენებ გვარს აკუსტიკური გიტარები ვინც გააკეთა. ივან ყელი დააგზელა უფრო და მე-14 ხიდი არის მუცელთან. ასეა ტრადიციულად აკუსტიკურ გიტარაზე მე-14 ხიდი, კლასიკურ გიტარაზე მე-12 ხიდი. ამ სასწავლო ფანდურზე ტარი ასე რომ გაჩვენოთ დაწეულია პირის გაყოლებაზე ხაზი რომ გავავლოთ დაახლოებით 10 მმ-ია დაწეული. და რატო 10 მმ? კაკო ლაშქარაშვილმა მითხრა რომ 5 მმ უნდა იყოსო, დაახლოებით გადაწეულიო, მაგრამ შემდეგ ჩემი გამოცდილებით რომ ვაკეთებდი ფანდურებს 5 მმ ცოტა არის და ჯორაკი ძალიან დაბალი უწევს. წინა გადაცემაში დამავიწყდა ჯორაკზე მეთქვა რომ ძალიან ვიწრო ფეხი არ უნდა გაუკეთდეს სადღან დაკვირისას შეიძლება წაიქცეს ჯორაკი. იყო შემთხვევები რომ დაკვირისას წაქცევია ჯორაკი. ამიტომ ძალიან ვიწრო ფეხიც არ უნდა იყოს. და ისიც თქვი რომ თუ დაბალია ჯორაკი შეიძლება სიმები კარგად ვერ დააწვეს და იხტურაოს ჟღრიალი ისმოდეს, ჟღრიალებდეს ფანდური. ჩემი დაკვირვებით 10 მმ საკმარისია რომ 17 მმ-იანი სიმაღლის ჯორაკი ჰქონდეს. ეს როგორ განისაზღვრება ჯორაკის სიმაღლე რომ ისევ გავიმეორებ. პირველ ხიდთან მილიმეტრზე მეტი არ უნდა იყოს სიმსა და ხიდს შორის მანძილი და მე-12 ხიდთან 4 მმ საშუალოდ. 3-5 მმ არის ზღვარი.
ეს სიმებზეა დამოკიდებული, ამ სიმაღლე უნდა იყოს მე-12 ხიდთან. მანძილი რამდენი უნდა იყოს ხიდსა და სიმებს შორის. ამას სიმებზე როცა ვილაპარაკებ, იქ ვიტყვი. ანუ მე 10 მმ-ს გადავწევ, თუმც ზოგი სწორად აკეთებს, ანუ გამოსწვრივ, პირის გამოსწვრივ აკეთებს, შემდეგ 4-5 მმ-ის სისქის ფიცარს დააწებებენ ყელზე და ჯორაკი ამით მაღლდება. ესეც კი ბატონო, თქვენი ნება როგორ გააკეთებთ. თავი რამხელა უნდა იყოს. იმ ჩემ ფანდურს 125 მმ ქონდა, ასე მახსოვს, სათავედან ბოლომდე თავი. და მეც ისეთი გავაკეთე, იმ სიგრძე თავი გავაკეთე. ნიმუშად ის თავი ავიღებ, მაგრამ არ მომდიყო ლამაზი და ჩემებურად რაც შევძელი დავხატე, რომ ლამაზი გამეკეთებინა. რამოდენიმე ფანდურზე ესე გავაკეთე, მე რაღაც არ მომეწონა. პირობითად, რომ ვთქვათ, ეს ნაწილი მოდი თარგი მაქვს და თარგით უფრო მარტივად გაჩვენებთ. ეს ნაწილი პირობითად რომ ვთქვათ, განიერი იყო და ცოტა დავავიჭროვე. დავხატე ფურცელზე, შევხედე რაღაც არ მომეწონა. გამოვჭერი ეს ფურცელზე დახატული, გადავიტანე მეორე ფურცელზე გადავხატე, დავადე ზედ, ფანქრით შემოვხაზე და მე შევასწორე ეს ნახაზი. შევხედე რაღაც არ მომეწონა, კიდე შევცვალე, ესე რამოდენიმე ნახატის მერე შევარჩიე რაც მომეწონა, რომ ასე თარგზე გადმომეტანა მე ხეზე. რაღაც პერიოდის მერე კიდე არ მომეწონა, თან ცოტა დავამოკლე თავი. მე კიდე რაღაც არ მომეწონა და ალბათ ერთი მოკლედ რამოდენიმე თარგი შევცვალე, რამოდენიმე თარგი გავაკეთე უпроსტოდ და ყოველ თარგზე ალბათ 20 ნახატი მაინც მიწევდა ხოლმე. ყველანაირად ვცდილობდი ლამაზი ყოფილიყო, რომ მე ესეთი ლამაზი თარგზე გადამეტანა. თარგზე აღარ მემოწმებინა ხის დამუშავება, რთულია, ხო, ქაღალდს ადვილად გამოჭრი და ადვილია ქაღალდზე დახატვაც, გამოჭრაც და ამიტომ მიწევდა ამდენის დახატვა. პატარა რაღაც არ მომეწონებოდა, ხელახლა გადავხატავდი სხვა ფურცელზე და ისე ვაკვირდებოდი კიდე. ახლა მოკლე არის თავი და რატომ? რაც უფრო გრძელია, უფრო მოუხერხებელია, ხომ? თუნდაც დიდია და დიდ ადგილს იკავებს, ასე უხეშად რო ვთქვათ. ახლა 100 მმ არის სათავედან ბოლომდე. და ეს ალბათ უკიდურესი ზღვარია, ყურები ძალიან ახლოსაც არ უნდა იყოს, რომ აწყობისას შემთხვევით მეორე ყურს არ მოხვდეს ხელი, არის შეგვიშალოს ხელი აწყობისას. აქ მე მგონი 24 თუ 25 მმ-ია ყურებს შორის, ცენტრებს შორის მანძილი. ეს თარგი მაქვს უკვე რამოდენიმე წელი და ასე ვაკეთებ. მაგრამ რა კი თარგი გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ. ავიღებ სატარას, ამ სიგრძეც უნდა იყოს სიგანე, სისქე. შემდეგ თარგს რა გავუკეთებ? აქედან ეს ხედავაწებე, რომ პირდაპირ ასე რომ გითხრათ, დავაბჯენ. რო დავდებ ხოლმე მაგიდაზე, მოვადებ პირდაპირ და უფრო მარტივია, აღარ მიწევს ზედმეტად გასწორება. თით ხელით მიჭირავს და ადვილად შემოუხაზავ. ხვრელებს ხედავთ აქ. ესენი არის საჩხირეებისთვის. ხვრელს საჩხირე ქვია. მეოთხე კი აქ ლამაზად რო გადამრგვალებულიყო. იმ თავს კუთხე ქონდა, თან რთული დასამუშავებელია კუთხე და ლამაზიც არ მომეწონა ესე კუთხე რო იყო და ესეთი ცხრიან ხვრეთ საჩხირეებს და ცხრიან ჩავხრეთ ხოლმე ამ ადგილსაც. მე ვამუშავებ, რომ ესე ჩემი აზრით უფრო ლამაზია. ახლა ამაზე გამახსენდა, რომ ერთმა პიროვნებამ მითხრა, აი შენი ფანდურის თავი ხო უბრალო არისო? მე მაქვს ფანდურიო, ხელოვნების ნიმუშია, ის თავიო. შემდეგ მაჩვენა, კი, ძალიან კარგად გამოყვანილი, გემოვნებით გამოხაზული, კარგად გაკეთებული თავი იყო, ალბათ ერთი 8 წლის ამბავს გეუბნებით. ძალიან ლამაზი თავი იყო, მაგრამ ის უკვე ვეღარ ვიტყვი, რომ ხალხურია ის თავი. ქართულია კი ბატონო, მაგრამ ხალხური არ არის. თუმცა შეიძლება ვინმე მომედავს, რომ ქართულმა კაცმა რა გააკეთა ეს ხალხური
ფანდურის თავია. ხალხურობას განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრი, ამაზე ცალკე ვისაუბრებ, კლასიკური ფანდური ხალხური საკრავია თუ არა. სავარაუდოდ ამ სათაურით. ჩემ აზრებს ვიტყვი, რა განსაზღვრავს საკრავის ხალხურობას. ესეთი თავი ხალხურია, რადგან მსგავსი რაღაც იყო, კი, რა თქმა უნდა, ესეთი არ იყო, ზუსტად ესეთი ეს ჩემეული დანახულია, ესეთი როგორც მე მომეწონა ესეთი ფორმა, მაგრამ აი ესე მოყვანილობა და მე კომბალივით გადმომრგვალებული ტრადიციული იყო. აქაც ვცდილობ რომ შევინარჩუნო ის ტრადიციულობა. ასევე საკულეზეც მithქვამს, რომ იმ ტრადიციის გაგრძელებაა ბევრი პატარა ხვრელი. ჩემეული საგულია, მაგრამ ტრადიციულ ხაზს ვაგრძელებ. კი ბატონო, ეგეც თქვენი ნებაა, როგორი თავისგანად ისე გააკეთეთ. თუმცა მინახავს სხვებმა გადაიღეს იმ ცნობილი ოსტატის ნახელავი, მაგრამ ისე კარგად დამუშავებული არ იყო. ფორმა ზუსტად ისეთივეა, მაგრამ უხეში ნამუშევარი. ესეც მეტყველებს ოსტატის დამოუკიდებლობაზე. ვიღაცას რო ბაძავ, ესე იგი ქვეცნობიერად ამობ, რომ მე არა ვარ ისეთი გემოვნებიანი ადამიანი, რომ ჩემეული რაღაცა კარგი გავაკეთო. მირჩევნია სხვისგან გადავიღო, ან ეზარება თუ არ ვიცი, ეგ მათი საქმეა, როგორც უნდათ ისე გააკეთონ, მაგრამ გააკეთეთ თქვენებურად, თუნდაც ეს თავიც თქვენებული იყოს. ახლა ხიდებზეც ვისაუბროთ. მე ვაკეთებ 2 მმ-ის სიგანის ხიდს და მილიმეტრი ნახევარია სიმაღლე. იმ ჩემ პირველ ფანდურზე, ვარდის ქუჩაზე გაკეთებულ ფანდურს 3 მმ ქონდა. სიგანით 3 მმ იყო ხიდები და პირველ ფანდურსაც ასე გავუკეთე, მაგრამ ძალიან განიერია. 2 მმ კარგია. თან როგორ მარტივად როგორ გააკეთოთ. ეგრეთ წოდებული ნაჟოვკა. ყველა მიცით, 2 არის ერთად. საიზოლაციო ლენტით დავახვიე თავში ბოლოში, რომ შეკრული იყოს ერთად. არც მახსოვს რამდენი წლის წინანდელია, ალბათ გამოჩნდება, აქ მანძილი არის კიდევ 3 მაშინ 3 მმ-იანს რო ვაკეთებდი, იმ დროინდელია ეს 3 პირი მქონდა, ხერხუნა ქვია ამას ქართულად. 3 ხერხი იყო ჩადგმული, ახლა 2 არის. ოღონდ რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ასე გადაწყვეტ, რომ ესე ჩახერხოთ ის ღარები. რო აწრთობენ, ეს ხომ რკინისთვის არის გაკეთებული, რკინა რო გახერხოს და აწრთობენ. არის ზოგი მეტად არის მოხრილი, ზოგი ნაკლებად. და ასე რო შევამჩნი ეს, რო ვიყიდე თავიდან, ამდენს არ ვიყავი დაკვირვებული, რო დავაყენე 3 ერთად, ერთი გამოწეული იყო. მერე უკვე ერთმანეთზე ვადებდი ხოლმე მხრელებს და ვაკვირდებოდი, რომ სწორი ყოფილიყო. ესენიც არის ცოტა დიდია კბილები, ძალიან მცირე სხვაობაა, მაგრამ არის ცოტა დიდი კბილები და ცოტა წვრილი კბილები. ჯობს ოდნავ დიდ კბილებიანი აიღოთ, რომ ხე უფრო ადვილად გამოიტანს გახერხვისას ის კბილში უფრო ადვილად გახერხავს ხეს. ანუ ესეც გაითვალისწინეთ. აუცილებლად ერთნაირად უნდა იყოს ეს ხერხები. რას ვაკეთებ, რომ ამ ფანდურებზე დაცგასავით მაქვს გაკეთებული დისკი ფრეზი არის. ისიც 2 მმ-იანი სიგანის. ცალმხარეს აღნიშნავ ხოლმე სათავეს და ხიდების ადგილს და ასე ხერხავ იმით, მაგრამ თუ კი ესე ხელით აკეთებთ და როცა გადაკეთება მიწევს ფანდურები, ასე ხერხავ ხელით. აღნიშნავ ხოლმე ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, თანაბრად ადგილებს, სადაც უნდა ჩაიხერხოს ხიდებისთვის. შემდეგ რკინისგან ასეთი რამ გავაკეთე. აქ დავნიშნე შუა ადგილი, ეს სადაც უწევს. ამის შუა ადგილი სადაც მოდის, რომ აქეთ-იქით არ გამექცეს. ხრახნი აქ და მივადებ ხოლმე თან ესეთი რკინა მაქვს გაკეთებული, ოდნავ შეხრეტილივით შიგნიდან. ხვრელი არ არის ბოლომდე გასული. შეზნექილია, რომ დაედოს
არ გადამივარდეს აქეთ-იქით, ამან რო არ შეჭიყლიტოს ტარი. იმ ზოლებზე პირობითად რო გაჩვენოთ. ეს ზოლებზე დავადებ ხოლმე ნიშნულებზე, დავამაგრებ და ხერხით შემდეგ უკვე ხომ, რა დამავიწყდა. აქ იდეალურად მაქვს გასწორებული რომ ამას გავაყოლო. ხერხი. იდეალურად სწორი ხაზი მივიღო. ხმა არ არის აუცილებელი. მილიმეტრი, მაქსიმუმ 2 მილიმეტრი საკმარისია ჩახერხოთ, რომ ხიდი ჩაჯდეს. სანიშნები. კაკო ლაშქარაშვილი სამახსოვროებს უწოდებდა, მაგრამ სამახსოვრო რატო რა დაიმახსოვრონო, მაგრამ გონებს სანიშნი უფრო მართებულია, რომ მიგანიშნოს სად უნდა აიღო. ივანიძის ქუჩაზე გაკეთებულ საკრავებს მხოლოდ წილიდან ქონდა, ზევიდან არ ქონდა ეს სანიშნები. კაკო ზევიდანაც აკეთებდა და მართებულია ზევიდან გაკეთდეს, წინიდან არც არის აუცილებელი და ჯობს არც გაკეთდეს, მაგრამ კაკო რო აკეთებდა მეც იმიტომ ვაკეთებ ესე შეჩოული რასაც იყვნენ. თულია მიუჩვეულს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო, ხო? ხსმენიათ ალბათ ამდასა. რატომ არ არის კარგი წილიდან? ბავშვები ისედაც აღებისას რო სწავლობენ აკორდების აღებას, სიმს თითო დაადონ, ესე უყურებენ. წილიდან რო აქვს სანიშნები, მით უმეტეს რო იმედიანად არიან, რომ არაცდებიან აკორდს. ხოლო ზევიდან რო ექნება, უფრო გაიშლებიან. რომ შემომხედოთ, ხომ? უშნოდ ჩანს. არ არის ისეთი ლამაზი. როცა მოხრილი არის ადამიანი და გამართული რო უკრავს, ხომ? ზოგი ესე ერთხელ ერთ მასწავლებელმა უთხრა მოსწავლეს, რომ შოთიპური ვითროა მოგიჩრია იღრილაში ფანდურიო. ესეც არ არის ლამაზი. ხელი მუცელს ზევიდან უნდა ედებოდეს. გამართული უფრო ლამაზად ჩანს, ხო, დამკვრელი. და არა? დამკვრითაც ეს დგომაც გინა იჯდეთ, ხო? სტანი გამართული როა ჯობს ასე დაუკრათ. გამართულებმა. ესეც აუცილებელია, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეებს თავიდანვე შეაჩვევონ ასე დაკვრას. იმიტომ ჯობს რომ წინიდან არ გაუკეთდეს სანიშნები. სანიშნი კეთდება მე-3, მე-5, მე-7, მე-10 და მე-12 ხიდებზე. ესეც რუსული გიტარიდან არის გადმოღებული გონებ. გიტარაზე მინახავს ოღონ მე-3 არ არის, მე-5, მე-7, მე-10 და მე-12 საქცევებზე კეთდებოდა. საქცევს ბევრი მე რასაც ხიდს უწოდებ, ისინი საქცევებს უწოდებენ და ადრე მეც ასე უწოდებდი. საქცევს უწოდებდი ამას, მაგრამ რადგან ჩვენ ეს სიმის დამამოკლებელი წყალიც სახელიც გვინდა და ამ წყალებს შორის ადგილის სახელიც გვინდა, ამიტომ ვამჯობინე რომ საქცევი ზუსტად ეს ადგილი იყოს, ხიდებს შორის ადგილი. და ის წყალი ხიდი, გლეხები ხიდებსაც ეძახდნენ, საქცევებსაც ეძახდნენ. და რადგან ორივე სიტყვა გვხვდება ხალხურ სინამდვილეში, ამიტომ ასე ვამჯობინე. ეს წყალი არის ხიდი და ხიდებს შორის ადგილს საქცევი უწოდებ. თვითონ ამა ერთ საქცევს და ერთ ხიდს კლასიკური ფანდურისას მალიკი უწოდე, ხალხურ ფანდურისას მალი. ესეც ხალხურ სინამდვილეში ასე იყო. მალინკებს ეძახდნენ, მალინკები და მალიკები ასე უწოდებდნენ. ჯავახიშვილი წერს რომ მალი აღმშენებლობაშიც ორ წერტილს შორის მანძილის აღმნიშვნელიაო. ანუ მალი მუსიკალური ენით რო ვთქვათ, ინტერვალი არის. და რა კი ხალხურ ფანდურს უფრო გრძელი აქვს საქცევი. უფრო გრძელი გვიწევს ეს მალი. კი ბოლოს ართი ქართულ ენაში ხო პატარა საღმრმიშველია და ამიტომ მალიკი უწოდებ კლასიკური ფანდურის ამ მონაკვეთს. რადგან უფრო მოკლე არის საქცევები. გონის სულ ეს არის ტარზე
რაც მინდა რამე თქვა, ყურებზე ცალკე ვისაუბრებ, რადგან აქაც ცოტა ცლად სასაუბრო არის. და დღეს თავი რო არ შეგაწყინოთ, ასე დავამთავრებ. მხოლოდ კარზე ვისაუბრებ. და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.